ვაგრძელებთ ლექციას. მეოთხე ლექციის მესამე ნაწილია. ჩვენ უკვე შევეხეთ გენერაციის სხვადასხვა ტიპებს, ელექტრომამოძრავებელი ძალის სამ აი ასეთ ტიპიურ შემთხვევას, როდესაც ჩვენ გვაქვს ზოგადად გენერატორი, როდესაც ჩვენ გვაქვს ბატარეა ქიმიური, გვაქვს დენის გენერატორები და კიდევ განვიხილეთ აი ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს უკვე ცვლადი დენის გენერირება. ეხლა საჭიროა შევეხოთ კიდევ ფიზიკურ საფუძვლებს, თუ როგორ რანაირად ვახერხებთ ჩვენ აი ელექტრონების მოძრაობის ორგანიზებას. უნდა გავიხსენოთ, რომ სკოლის ფიზიკიდან იცით უკვე, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი მოვლენა რეალობის ობიექტი მაგნიტი. რკინის სხვადასხვა შენადნობების ესეთი წარმონაქმნებია, რომლებსაც გააჩნიათ და ნამდვილად აჩენენ ესეთ ძალას. აქ არის რამდენიმე ტიპის ლაბორატორიული მაგნიტი მოყვანილი, შეიძლება იყოს ესეთი ღეროს სახით, შეიძლება ესეთი სახე კონდეს მოღუნული. ლაბორატორიებში ყოველთვის, რადგან თვალსაჩინოებაზეა საუბარი, მონიშნულია ასოებით n ეს არის ჩრდილოეთი პოლუსი, ეს არის სამხრეთი პოლუსი. როგორც წესი, თუმცა განსხვავებებიც არსებობს, ესეთ ფერებად არის ეს ყველაფერი შეღებილი და ჩვენც განვიხილავთ ესეთ მოდელს. გვაქვს მაგნიტი, ორი პოლუსები გააჩნია მაგნიტებს და როგორც იცით უკვე ისევ სკოლის ფიზიკიდან, რომ სხვადასხვა პოლუსებს შორის ჩნდება მიზიდულობის ძალა. რა ხდება თუ ჩვენ აი ამ მაგნიტებს შორის მოვათავსებთ სადენს და დავიწყებთ მის მოძრაობას. აი აქ ნაჩვენებია ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად და შედეგების ანალიზისათვის. სადენი ვერტიკალურად არის მოთავსებული აი ამ ორ პოლუსს შორის, ორ სხვადასხვა პოლუსს შორის და მოძრაობს V მიმართულებით. V არის სიჩქარე, ვექტორული სიდიდეა, მიმართულება გააჩნია, მაგნიტური ძალაც ძალხაზების სახით არის წარმოდგენილი, ერთი ძალხაზი დავხატეთ აქ, მხოლოდ B ვექტორით არის მონიშნული. აი ასეთ შემთხვევაში ჩვენ თუ გვაქვს შემთხვევა, როდესაც მოძრაობს სადენი მაგნიტურ ველში, ელექტრონები იწყებენ გადაადგილებას. ჩნდება ელექტრული დენი. რაც უფრო დიდია სიჩქარე, უფრო დიდია ეს ელექტრული დენი. გვაქვს ესეთი რეალობის მოვლენა. აი ეს კონფიგურაცია ორი მაგნიტი, მათ შორის მოთავსებული მოძრავი სადენი წარმოადგენს ელექტრომამოძრავებელი ძალის წყაროს, ელექტროგენერატორს და ყველაფერი აქ არის ნაჩვენები. თვითონ აი ამ მავთულის წინაღობა R0-ით არის აღნიშნული, ეს ზუსტად ის წინაღობაა, რომელიც გაჩნდება თუ ჩვენ აი ამ წრეც დავტვირთავთ კიდევ ნათურით და წინაღობით. დატვირთვას მივუერთებთ აი ამ მავთულს. სრული წრედი გვექნება გენერატორი დატვირთვით და მასში გაჩნდება დენი, რომელიც იქნება ზუსტად აი ამ დატვირთვის, აი ამ კომპლექსური დატვირთვის, სადაც გვაქვს წინაღობა და ნათურა. აი ასეთი ექსპერიმენტი და ასეთი შედეგი. ზოგადი აღნიშვნაც არის აქ მოყვანილი. მაგნიტური ველის საშუალებით დენის გენერირება არის ყველაზე მძლავრი საშუალება. შესაძლებელია პირიქით, რომ ჩვენ ავიღოთ რამე წყარო, ზუსტად აი ამ კონფიგურაციაში ისეთნაირად გავაკეთოთ, რომ დენი გაუშვათ აი ამ სადენში, მაშინ გაჩნდება ძალა, ზუსტად მაგნიტური ველის პერპენდიკულარული და ეს სადენი დაიწყებს მოძრაობას. ამ პრინციპზე აგებულია ყველა ის ელექტრული ძრავა და ყველა გენერატორი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა მოწყობილობებში. კიდევ ერთხელ განვიხილოთ, რას წარმოადგენს უკვე ერთ პროექციაში, სიბრტყეში გვექნება ერთმანეთის მიმართ მოძრავი ესეთი ერთი ხვია,
კოჭის სადენის მაგივრად ჩვენ გვაქვს ესეთი ხვია წარმოდგენილი და აქ უკვე მივუერთეთ მას ნატურა კი არა ის ელექტრული ელემენტი რომელიც ძალიან ხშირად შეხვდება შუქდიოდი დიოდს აქვს ესეთი თვისება რომ დენს უშვებს მხოლოდ ერთი მიმართულებით თან როდესაც აი ქვედა ნაწილში როგორც არის ნაჩვენები თუ პლუსი არის აი აქეთა მარცხენა მხარეს და თვითონ დიოდიც არის ესეთი სტილიზებული ისრით არის წარმოდგენილი, მაშინ ჩვენ გვიჩნდება ელექტრული დენი. მაგნიტები თუ ვამოძრავეთ ჩვენ აი ამ დიდ წრეზე თუ ვატრიალეთ ეს მაგნიტური სისტემა, მაშინ გაჩნდება დენი და შუქდიოდი გაანათებს. თუ პოლარობა შეიცვალა, თუ ენი ზედა ნაწილს თუ შევხედავთ, თუ პოლარობა სხვა არის, მაშინ დენი იქნება უარყოფითი. ანუ სხვადასხვა მიმართულებით ტრიალით ჩვენ შეგვიძლია ან პოლარობის შეცვლით შეგვიძლია დენის მიმართულებაც შევცვალოთ. აი ეს არის ის ძირითადი ფიზიკური პრინციპები დენის გენერაციის, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ ელექტრულ ინჟინერიაში. ანუ აი ამ ძლავრია ესეთი სისტემების საშუალებით ხდება ზუსტად იმ ელექტრონების დაჭერა, თუმცა თავისუფალი ელექტრონები ჩვენ გვაქვს უკვე აი ამ სისტემებში და მათი უკვე გამოყენება მუშაობის შესასრულებლად. ეს ძალიან საინტერესო ისტორია არის, უკვე დიდი ხანია რაც ესეთი სისტემები არის შექმნილი, სხვადასხვა კონსტრუქცია გვაქვს, აი კონსტრუქციიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მუდმივი დენის გენერატორი. აი აქ ნაჩვენებია ერთ-ერთია ესეთი ისევ გამარტივებული ესეთი ნახატი, სადაც აი ეს ელექტრული მავთულია, ესეთნაირად მოღუნული, ბრუნავს მაგნიტის გარშემო და აქვს ორი ელექტროდი და ეს ელექტროდები ბრუნვის შედეგად გადაირთვებიან და ხან მარცხენა ელექტროდი მიუერთდება ტრიალის დროს გადმოვა და მარჯვენა ელექტრონს მიუერთდება და პირიქით. ანუ გადართვა ხდება დენის მიმართულებით. აი ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ უკვე მუდმივ დენს. თუ წინა განხილულ გენერატორში ჩვენ გვქონდა სინუსოიდა, რომელიც იცვლიდა თავის ნიშანს, აი ამ გადართვის შედეგად ჩვენ მივიღებთ ყოველთვის დაუბრუნდებით ერთ და იგივე მიმართულების დენს და მივიღებთ ესეთი ხასიათის უკვე ელექტრომამოძრავებელ ძალას. Ну, რა თქმა უნდა, ესეთ სისტემებში შესაძლებელია, რომ ჩვენ არა მარტო ერთია ესეთი ხვია გავაკეთოთ, ხვიების რაოდენობა რაც უფრო დიდია, უფრო დიდი რაოდენობა ელექტრონების და უფრო დიდი დენი გვაქვს გამოსავალზე. აგრეთვე შეგვიძლია ჩვენ ხვიების რაოდენობა გავზარდოთ. ანუ ერთია ესეთი ელექტრული ჩარჩო კი არ გვექნება, ну ჩარჩოს ნაწილია ჩარჩოს გავს, არამედ მეტი 2, 3, 4 სათანადოდ უნდა გავაკეთოთ აი ის საკონტაქტო ადგილი, სადაც ხდება მიერთება უკვე დატვირთვასთან, უნდა იყოს მრავალსექციური. და აი აქ გვერდით აი პატარა ნახაზე ნაჩვენებია ის დეტალია ელექტრულ გენერატორებში, სადაც მუდმივად ხდება გადართვა. მაშინ გამოვა რომ აი ასეთი ტიპის გრაფიკს კიდევ დაედება მრავალი გრაფიკი და მოხდება გაგლუება აი ამ დენის. ანუ ცვლილებები არ იქნება ესეთი 0-დან იმ ნიშნულობამდე. ერთი რო გამოირთვება, მეორე ჩაირთვება, მეორე რო გამოირთვება, მესამე ჩაირთვება. უფრო ხშირად ჩვენ დავინახავთ, რომ ერთმანეთს ედებიან ესეთი ტალღები, მოითა ესე დავარქვათ ამას, დენის გამომუშავების და გვაქვს უკეთესი გენერატორი. მოდით გავიხსენოთ, რომ საერთოდ აი ეს მუდმივი დენის გენერირების პიონერი, ერთ-ერთი პიონერი იყო უკვე ტექნოლოგიური გამოყენების ძალიან კარგად ცნობილი მეცნიერი, მკვლევარი, ინჟინერი ედისონი, აქ მისი ფოტოგრაფია მოვიყვანე და იყო დიდი ენთუზიასტი მუდმივი დენის გამოყენების. მუდმივ დენს ჩვენ
ვიყენებთ ელექტრულ სისტემებში. პრაქტიკულად ყველგან, სადაც გვაქვს ელექტრული სისტემები, გაცილებით უფრო ეფექტურია თუ ჩვენ მუდმივ დენზე ვაგებთ ჩვენს ელექტრონიკას. მაგრამ თვითონ ელექტროენერგიის გამომუშავება, ელექტროენერგიის გადაცემა დიდ მანძილებზე, ტრანსფორმირება სხვადასხვა ძაბვების გაცილებით უფრო ეფექტურია თუ ჩვენ ცვლად დენს ვიყენებთ. მეორე მეცნიერი, მკვლევარი, ინჟინერი, ლეგენდარული პიროვნება, ისევე როგორც ედისონი, კარგად ცნობილი ტესლა არის, ნიკოლა ტესლა, აი აქ მისი სურათიც მოიყვანე, იგივე შემთხვევა არის, მხოლოდ უკვე აი აქ გადართვა არ ხდება, ერთ ელექტროდს აქვს, ერთ ბოლოს აქვს თავისი ელექტროდი, მეორესაც თავისი ელექტროდი და აი ამ ბრუნვის გამო ყოველთვის ხდება ნიშნის შეცვლა. თუ აი ეს კოჭა, რომელშიც ხდება დენის გენერაცია, მიერთებულია დატვირთვასთან და თუ ბრუნავს, ჩვენ გვაქვს აი ესეთი ცვლილება. ანუ ელექტრონები ხან ერთ მხარეს მირბიან, ხან მეორე მხარეს მირბიან, ბრუნვის სიჩქარე განსაზღვრავს სიხშირეს. ქსელში გვაქვს ჩვენ სიხშირე 50 ჰერცი, ამერიკაში 60 ჰერცია, ანუ აი ასე ხშირ-ხშირად ელექტრონებს აქვს საშუალება, რომ გადაირბინონ ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსზე და შეასრულონ აი ესეთი მუშაობა. ანუ აი ასეთი ტიპის გენერირების საშუალებები გაგვაჩნია. ნუ თითქმის 100 წელია, რაც მძლავრად განვითარდა ეს მიმართულება. ედისონსა და ტესლას შორის იყო გარკვეული დავა, რომელი ენერგომომარაგება ჯობია, რომელი ტიპის, ნუ გადაწყდა მაინც ნიკოლა ტესლას სასარგებლოდ, გაცილებით უფრო ეფექტურია და საკმაოდ დიდ სიმძლავრეებსაც ვაღწევთ. ანუ მარგი ვიქმედების კოეფიციენტის გათვალისწინებით ეს მიმართულება ცვლადი დენის გამოყენება ელექტრულ ინჟინერიაში გაცილებით უფრო ეფექტურია. ეხლა მოდით აი შევეხოთ რამდენიმე თავისებურებას, რომელიც საერთოდ აი ჩვენს აზროვნებას ასახავს. შეხედეთ, აი აქ სპეციალურად მოვიყვანე რამდენიმე წყარო. და მინდა თქვენი ყურადღება შევარჩიო საერთოდ აი განმარტებებზე და იმ ლოგიკაზე, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ განმარტებები შემოვიღოთ. რადგან პირველი ლექციიდან ჩვენ შევთანხმდით, რომ ვმუშაობთ და ვიყენებთ იდეალური უნივერსიტეტის მიდგომას, ხოსე ორტეგა გასეტის მიდგომას, ამიტომ თქვენ მე ჩვენი აზროვნებაც უნდა იყოს მიღებული მხედველობაში. აი შეხედეთ მაგნიტების შეფერილობას. ანუ გვაქვს წყაროები, სადაც N, ანუ ჩრდილოეთი პოლუსი წითელი ფერისაა და გვაქვს წყაროები, სადაც პირიქით ლურჯი პოლუსისაა. ლურჯი ფერისაა აი ეს პოლუსი და გვაქვს ესეთი სხვადასხვაობა. აი ახლა მასალის მომზადების დროს უცებ რაღაც ეჭვი შემეპარა, ვნახე სხვადასხვა წყაროები და გამახსენდა, რომ მე როდესაც მასწავლიდნენ ფიზიკას, აი ზუსტად აი ასეთნაირად იყო, ანუ ლურჯი პოლუსი, ჩრდილოეთი პოლუსი იყო და სხვა წყაროებში ვნახე არის აი ესეთნაირი არეულია ეს ყველაფერი. ეხლა რა შეასაქმე? აი მოდით შევეხოთ აი ამ საკითხს. კიდევ ერთი საინტერესო ესეთი საბავშვო კლიპი დავინახე, სადაც ეს საკითხი არის ახსნილი, რა თქმა უნდა, ეს არის განმარტების საკითხი. როგორ შევთანხმდებით? როგორ განმარტებას მივიღებთ, ისეთივე გვექნება ჩვენ შემდგომში აი ჩვენი ლოგიკა. და აი აქ პირდაპირ ზუსტად არის ნაჩვენები, ნუ ერთ-ერთი ვარიანტია, რა თქმა უნდა, მისამართიც არის მოყვანილი, თუ თქვენ ნახავთ აი ამ პატარა ნახat მულტფილმს, ძალიან საინტერესო იქნება. აი აქ გვერდზე, აი ამ პერსონაჟს, რომელსაც მიყავს ეს მეცადინეობა, ყავს მაგნიტი, რომელიც მას კარნახობს და ლაპარაკობენ განმარტებაზე. განმარტება ასეთია, რომ ძირითად წყაროთ მაგნიტური ველის, ეტალონურ წყაროთ მიღებულია დედამიწის მაგნიტური ველი. და ის პოლუსი,
ის მაგნიტური პოლუსი, რომელიც ისეთივეა, როგორც ჩრდილოეთი პოლუსი, მონიშნულია n-ით, north, ანუ ჩრდილოეთია და შეღებილია წითლად. ეხლა აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ჩვენ ვიცით უკვე, რომ მაგნიტები ერთმანეთს იზიდავენ, მაშინ მაგნიტური ის არის, რომელიც იხედება ჩრდილოეთი პოლუსისკენ, მას უნდა კონდეს სამხრეთი პოლუსი, ხო? და ცოტა ესეთი იწყება აღრევა, რომ რატო არის აი ესეთნაირად იქნებს სხვანაირი შეთანხმება ყოფილიყო. ანუ გვეთქვა, რომ კი ბატონო არის ჩრდილოეთი პოლუსი, დედამიწის პოლუსი, ის მოვნიშნოთ, ანუ დედამიწის ის ნაწილი, შევღებოთ თქვა წითლად, დავაწეროთ n-ი და ამით ვისარგებლოთ, მაგრამ მაგნიტური ის არის, რომელსაც იზიდავს ეს პოლუსი, ეს იქნება სამხრეთი. და ამ ლოგიკით რო წავსულ ვიყავით, მაშინ ყველაფერი პირიქით შეიცვლებოდა. ანუ მე დავინახე აი ამ სხვადასხვა წყაროებში, რომ განმარტების უზუსტობასთან გვაქვს საქმე. აი ამ მულტიკშიც, როდესაც დამაგნიტებას ახდენს აი ეს პერსონაჟი და ქმნის თვითონ ისეთ მაგნიტს, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ შუა საუკუნეებში ვიკინგები იყენებდნენ ამაგნიტებს და აქაც ყურადღებას არ აქცევს და არ ამახვილებს ყურადღებას რომელ პოლუსს მიადებს მაგნიტს და როგორ ამაგნიტებს აი ამ ისარს, რომელსაც მე იყენებს როგორც მაგნიტს. ნუ ყოველ შემთხვევაში აი მიაქციეთ ყურადღება, ეხლა ეს ჩვენთვის პრინციპული არ არის, ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ეს არ განვიხილოთ, მაგრამ ხშირად ხდება ესეთი რაღაცა, რომ განმარტებებში რაღაცა გვეშლება, პრაქტიკაში ეს განმარტება მაინც და მაინც არ გჭირდება, უკვე ეს ყველაფერი სტანდარტიზირებულია, მაგრამ თუ შეხედავთ ესეთ ნიუანსებს და თუ გეცოდინებათ აი ესეთი ძალიან პატარა, მაგრამ შორს მიმავალი თავისი ლოგიკით მომენტები იქნება ძალიან სასარგებლო. ეხლა რა ხდება ესეთ შემთხვევაში, ხო? რატო გვიჭირს ესეთნაირად, რომ ვხედავთ, რომ ესეთ განმარტებაში უცებ წინააღმდეგობა, რაღაც წინააღმდეგობა აღმოჩნდა და არსებობს თუ არა ლოგიკა. უნდა მოვილაპარაკოთ. ანუ განმარტება უნდა შემოვიღოთ და მივყვეთ ამას, ხო? აი ახლა ჩვენ სულ ვლაპარაკობდით პირველივე ლექციიდან ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ ვამუშავებთ ელექტრონებს. მაგრამ ტრადიციულად სულ სხვანაირად არის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დენი მიდის ერთი მიმართულებით, მაგრამ ელექტრულ სქემებს როდესაც ვიხილავთ, პირიქით, საითაც მიდიან ელექტრონები, იმ მიმართულებას ჩვენ აღვნიშნავთ პლუსით და ყველგან ვანგარიშობთ საპირისპირო მოძრაობით აი ამ დენს. ნუ ეს ტიპიური შემთხვევა არის, რომელიც საკმაოდ, ნუ თითქმის 10 წელიწადში ალბათ უკვე 100 წელიწადი იქნება, რაც ავსტრიელმა მეცნიერმა კურტ გიოდელმა ჩამოაყალიბა თავისი თეორემის სახით. აი როცა ჩვენ ვირჩევთ და ვქმნით რაღაც სისტემას განმარტებების, ძალიან ხშირად ჩვენ თუ არა გვაქვს აი განმარტებათა სისტემის გარეთ კიდევ ერთი რომელიმე პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ჩვენ შეგვიძლია ამ განმარტებათა სისტემაში მივიღოთ როგორც ჭეშმარიტი, ისე მცდარი დასკვნა ერთ და იგივე საკანზე. ანუ ჩვენი ლოგიკა აი ამით მოიკოჭლებს, ხო? ნუ ტრაგედია ამაში არ არის, მაგრამ მე რატომღაც გამახსენდა და დისკუსიას არ დავიწყებთ, მაგრამ მე რატომღაც გამახსენდა ჯონათან სვიფტის არაჩვეულებრივად საინტერესო წიგნი. ნუ ამას იხილავენ ხოლმე როგორც აი საბავშვო რაღაც სათავ გადასავლო წიგნს, გულივერის მოგზაურობას, მაგრამ თავის დროზე იყო და დღესაც რჩება ძალიან სერიოზული პოლიტიკური სატირა. თუ გახსოვთ, თუ გაქვთ საკითხული, იქ ლილიპუტის ორი სახელმწიფო, უпростоრეთ ერთი სახელმწიფო ორად გაიყო და ჩხუბობენ ისინი იმაში, რომ აი რომელი მხრიდან უნდა გავტეხოთ ჩვენ მოხარშული კვერცხი, ხო? ამაზე
საინტერესო ისტორია არის მოყოლილი და ჩვენც არ უნდა აი ამ განმარტებებთან დაკავშირებით არ უნდა დავიყოთ ორ ბანაკად და არ უნდა დავიწყოთ დავა იმაზე თუ რომელია უფრო სწორი, რა ფერით უნდა შევღებოთ და როგორი ასო უნდა მივაწეროთ ამა თუ იმ პოლოს. ნუ თუ ჩვენ საზღვრავთ ისეთნაირად, რომ ნამდვილად განსაზღვრება თუ არის, რომ ჩრდილოეთ პოლუსს ვარქმევთ ჩვენ ჩრდილოეთს ნამდვილად და რასაც მიიზიდავს, უნდა იყოს სამხრეთი, ხო? მაშინ კომპასის ამ მხარესაც უნდა დავარქვათ სამხრეთი. მაგრამ რატომღაც აი ჩრდილოეთი ბოლო ეწოდება ამას. ნუ ომი არ მომხდარა, არც გეოგრაფიაში, არც მაგნეტიზმში, ყველაფერს ვიყენებთ და ეს უბრალოდ განიხილეთ როგორც ერთ-ერთი კურიოზი და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა. ანუ ჩვენი აზროვნება, ჩვენი ლოგიკა არ არის სრული და თეორემა არასრულობის შესახებ, რომელიც რიცხვთა თეორიისთვის დააფტკიცა კურტ გიოდელმა, ითვლება მე-20 საუკუნის უდიდეს ლოგიკოსად, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ. იმიტომ რომ ერთ და იგივე სისტემაში, სადაც ჩვენ არასწორად გვაქვს ჩამოყალიბებული აქსიომატიკა, შეიძლება შეცდომებამდე მივიდეთ და განსაკუთრებით თუ აი ამ ლოგიკით ვისარგებლეთ ტექნოლოგიური სისტემების აგების დროს, ეს შეიძლება კატასტროფით დასრულდეს. აი ეს ნაწილი ჩვენ დავამთავრეთ, მიმოვიხილეთ ზოგადად შევეხეთ იმ ნაწილს, ახალ ნაწილს, ანუ მაგნიტით შემოვიდა ჩვენთან, შემდგომში ჩვენ გავშლით ამას და გვჭირდება იმ ხელსაწყოების განხილვა, სადაც მაგნეტიზმს უშუალოდ ვიყენებთ. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი შენიშვნა, როგორც მომავალში ჩვენ სერიოზულად დაგჭირდება და გამოგვადგება. რას წარმოადგენს ეს მაგნიტი? როგორი ბუნებისაა თვითონ? ანუ ბუნებამ როგორ და რანაირად შექმნა და გააჩინა ესეთი მოწყობილობა და რა შვაშია საერთოდ ელექტრობა. ნუ თავის დროზე ერსტედმა აღმოაჩინა, რომ ელექტრობა და მაგნეტიზმი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის. თუ ჩვენ ავიღებთ მაგნიტურ ველს, რომელიც შექმნილია დახვეული მავთულით, ანუ კოჭას თუ გავაკეთებთ, თუ ამ კოჭაში გაუშვებთ ჩვენ ელექტრულ დენს, ჩვენ მივიღებთ მაგნიტს. ისეთივე თვისება ექნება, როგორც აი ამ მეტალის, აი ამ წარმონაქმნს, რომელიც იზიდავს მეტალურ სხეულებს. ეხლა თუ აი ეს მოწყობილობა კოჭა მიერთებული დენის წყაროსთან ჩვენ ჩავდეთ რაღაც ყუთში, ის ყუთიც თუ შევღებეთ ისეთნაირად, როგორც არის ჩვეულებრივი მაგნიტი, ჩვენ ვერანაირი ექსპერიმენტით ვერ გავარჩევთ ერთმანეთისაგან. აი ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი მულაჟი, ისეთი მაკეტი ელექტრომაგნიტის, რომელიც გარეგნულად აბსოლუტურად არ განსხვავდება მაგნიტისაგან და ვექნება იგივე თვისებები. აი აქედან დაწყებული პრაქტიკულად გაჩნდა ელექტრომაგნეტიზმის ცნება და მთელი მიმართულება, რომელიც აი ქმნისა ესეთ ელექტრომაგნიტებს და მათ ამუშავებს სხვადასხვა მოწყობილობებში. ბუნებრივი მაგნიტები ჩვენ გვჭირდება ზოგიერთ გენერატორში გვაქვს ზუსტად ესეთი სისტემები, ხო? მაგრამ რაც დაგანახეთ ის მაგნიტები, ჩვენ შეგვიძლია ეს მაგნიტები, ბუნებრივი მაგნიტები, ხო, აი მეტალური მაგნიტები შევცვალოთ ელექტრომაგნიტებით. ანუ ცალკე კონდეს დენის წყარო, კიდევ ცალკე კონდეს ელექტრომაგნიტი და გენერატორი, სადაც უკვე ამ ელექტრომაგნიტის პოლუსის მიმართ მოძრაობით, ანუ ბრუნვით ჩვენ მივიღებთ ელექტროენერგიას. დეტალურად ჩვენ აი ამ საკითხებს შევეხებით უკვე შემდგომ ნაწილებში. ეხლა ბოლო მეოთხე ნაწილი ჩვენი ლექციების და მომავალშიც მე მინდა დავუთმო იმ ლაბორატორულ მოწყობილობას, რომლის გარშემოც ჩვენ დავიწყებთ აი ყველა ჩვენი უკვე დეტალების, დანიშნულების, ყველა მოწყობილობების აგებას. ანუ არდუინოზე მაქვს საუბარი.
აი ამ სისტემის გარშემო ჩვენ ყველა ელექტრულ თვისებას განვიხილავთ, მათ შორის მაგნეტიზმსაც და მათ შორის მოწყობილობებს, რომლებიც იყენებენ აი ამ ფიზიკურ თვისებებს.